ეს კადრები, რასაც თქვენ ახლა ხედავთ, არ არის გადაღებულია ირანში, არც სირიაში, არც ლიბანში. ეს კადრები გადაღებული არის საქართველოში, თბილისში, ფონიჭალაში. თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ აქ საგანგაშო ან აღსანიშნავიც კი არის არა, რომელიმე რელიგიური რწმენის რიტუალი, ან ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ წამს მისდევენ, ვინც ამაზე აკეთებს ფოკუსს, ან ამის გამო აღშფოთდება, ან ამას ხაზგაუსვავს, ის მტრობს საქართველოს. საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს სრული უფლება საკუთარი წამსი იქადაგოს, მისდევდეს მას თავისი რელიგიური რიტუალი ჩაატაროს, ეს საერთოდ არის აქ განსახილველი საგანი. აქ თავარი საკითხი არის და საგანგაშო არის, ვისი სურათი უკიდიათ. ვის სურათს ეთაყვანებიან საქართველოს მოქალაქეები მეჩეთში. ვისი ბანერები უჭირავთ საჯარო დემონსტრაციებისას და მსვლელობებისას. ვისთან მიყავთ ბავშვები, რომ ისინი მის მაგალითზე გაიზარდონ, ვის სიკვდილს გლოვობენ, ვისი ფასეულობები, თუ ეს ტერმინი შეიძლება ვიხმაროთ, არის წარმოჩენილი როგორც სამაგალითო და მისაბაძი და ცოტა ხნის წინ თბილისში ირანის საელჩოს წინ ვისი ბრძანებების შესრულების ფიცი დადეს. ადამიანები, რომელთა განდიდების საჯარო პროცესიებს ვაკვირდებით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობით, არიან აიათოლა ალ-ხამენეი, ყასემ სულეიმანი და ჰასან ნასრალა. რასთან გვაქვს საქმე? ვინ არიან ეს ადამიანები? ალი ხამენეი. ეს არის ლიდერი, იყო ლიდერი სულ ცოტა ხანის წინ ირანის აიათოლების რეჟიმისა, იმ რეჟიმის შემოქმედი და ლიდერი, სადაც ხდებოდა ადამიანების მასობრივად სიკვდილით დასჯა. სადაც რამოდენიმე თვის წინ რეჟიმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე ათასობით დემონსტრანტი პირდაპირ ქუჩაში ჩახოცეს, დაცხრილეს. სადაც თავსაბურავის არტარებისთვის ახალგაზრდა გოგოებს ჩაქოლვა ემუქრებათ და 7 ოქტომბრის საზარელი ამაზრზენი არაადამიანური ტერაქტი რო ჩაიდინა ჰამასმა, სადაც 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს ისრაელის, სადაც არინდობდნენ ბავშვებს, აუპატიურებდნენ ქალებს, რამოდენიმე ასეული მოქალაქე ტყვედ წაიყვანეს, ქალები, ახალგაზრდა გოგოები, ჯოჯოხეთური, ბოროტების ზეიმი რო იყო, ხო და მე მათი სიცოცხლით რო ვაჭრობდნენ. აი ამ ყველაფრის გამკეთებლებზე ალი ხამენეიმ ესეთი სიტყვები თქვა, ჩვენ კოცნით იმ ხელებს, რომლებმაც დაგეგმეს თავდასხმა სიონისტურ რეჟიმზე. აი ამ ჯოჯოხეთზე რაც იქ მოხდა, თქვა, ანუ ბოროტების განდიდებაზე აქ ლაპარაკი, ხო? აი ეს ფოტო უკიდიათ, მასთან ვიყავთ ბავშვები, ამ ფასეულობებზე ლაპარაკი. მეორე ადამიანი, რომელიც ფოტოებს ასევე ნახავთ, ყველანი ერთმანეთთან კავშირში არ არის, ჰამასიც პირდაპირ კავშირშია ირანთან, ეგეც ვიცით, მაგრამ აი უშუალო კავშირში ყოფილი ორგანიზაცია არის ჰეზბოლა, ლიბანში აკონტროლებს თითქმის მთავრობას სახელმწიფოში, სირიაში ის იყო ცოტა ხნის წინ მთავარი მოთამაშე და მათი ლიდერი იყო ახლა ერთის აღარ არის ცოცხალი ჰასან ნასრალა, ვის ფოტოებსაც და მაისურებსაც ხედავთ, ხო? ის ხელმძღვანელობდა ყველაზე უფრო ძლიერად შეარაღებულ და სამხედრო თვალსაზრისით მომზადებულ ტერორისტულ ორგანიზაციას. ჰეზბოლა პასუხისმგებელი არის ათასობით უდანაშაულო ადამიანის მკვლელობაზე, სისხლიან ტერაქტებზე, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და ის წარმოადგენს ირანის საგარეო ბოროტების ღერძის ერთ-ერთ საკვანძო კომპონენტს. უბრალოდ სხვა არის მასალის შემზარავის რის გახსენებად შეიძლება, მაგრამ ორი ციტატა რო გავიხსენო, გასაგები რო იყოს, რასთან გვაქვს საქმე. პირველი ციტატა აქ თქვა ებრაელებზე, რომ ებრაელებიო, ყველანი თუ შეგროვებდებიან ისრაელში, ძალიან კაიო, ჩვენო რესურსებს დაგვიზოგავს, ანუ ერთად ამოვხოცავთო აი ამას. საჯაროდ სიამაყეთ ამბობდა და მეორეც ძალიან ნიშანდობლივი იყო ჩვენ კონტექსტში განსაკუთრებით, რომ ჩვენო საიდუმლო იარაღი მოვიპოვეთო, ნასრალას სიტყვებია, სიონისტური რეჟიმის წინააღმდეგო, რადგან ჩვენ ისევე გვიყვარს სიკვდილი, როგორც მათ უყვარს სიცოცხლე. ანუ სიკვდილის კულტზე ვლაპარაკობთ ჩვენ. შემდეგი ადამიანი კიდევ ვის ფოტოებსაც ნახავთ საუბედუროდ ბევრ საჯარო შეკრებებში საქართველოს მოქალაქეების, ეს არის სამხედრო ოფიცერი სულეიმანი, ირანის საგარეო ოპერაციების შეფი, რომელიც აი ამ ყველა ქსელს კურირებდა და იმდენად სახიფათო ფიგურა იყო, რომ 2020 წელს ამერიკის პრეზიდენტის პირდაპირ ბრძანებით შეერთებული შტატებმა ის ბაღდადში უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული წერტილოვანი დარტყმით გაანადგურა. ანუ კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, სიკვდილის კულტს წარმოადგენენ ეს ადამიანები, წარმოადგენენ სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც. და სიცოცხლეშივე სამივე აკეთებდა ყველაფერს, რომ რადიკალური ფუნდამენტალისტური ისლამი, არა ზოგადად ისლამი, ამასაც ხალხს უძღვავ, რადიკალური ფუნდამენტალისტური პოლიტიკური ისლამი და ტერორიზმი გაევრცელებინათ სოფლიოში ყველგან, სადაც იმ ტიპის ქსელი და დასაყრდენი ეგულებოდათ, როგორის ფორმირებასაც უყურებთ ახლა დღეს საქართველოში. ამ ადამიანების, აი ამის ჩამდენი, ამის თქმელი ადამიანების ბანერებით აწყობენ საჯარო მსვლელობებს საქართველოს მოქალაქეები და თუ კი მსგავს მსვლელობებზე ადრე ცოტა ხალხი იყო, 50 კაცი იყო, ეხლა ხედავთ ბევრად მეც. 1000. ეს ანიშნავს, რომ ყველანი დღეს ამ იდეებით მოცულები არიან და ღმერთმა არ ქნას, რომ მაგამდე მივიდეს საქმე, მაგრამ აშკარაა ტენდენცია, ხო? ამ ადამიანების განდიდებას ასწავლიან მუსლიმ ქართულ ბავშვებს საქართველოს ტერიტორიაზე.
აგერ 5 თებერვალს მარნეულში იმამ ალის მეჩეთში აიათოლა ხამენეის დიდი ბანერის ფონზე გაიმართა შეკრება, სადაც ქადაგებისას განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორც არის უზენაესი ლიდერის აღიარება, მორჩილება და დაცვა. და სულ ბოლოს 8 მარტს მივიღეთ სრულიად უპრეცედენტო სურათი საქართველოს მოქალაქეები შუაგულ თბილისში ირანის საელჩოს წინ მორჩილებას უცხადებდნენ უცხო ქვეყნის ამდენად სახიფათო რეჟიმს. ხო, აიათოლა ყველა შენი ბრძანების შესასრულებლად მზად ვართ. ამას სკანდილებდნენ ისინი. ყველაფერი ეს ერთობლიობაში არის იმ სახიფათო ვითარების, რაც აი აისბერგის წვერი, რომელიც ქვეყანაში ირანის გავლენის ზრდის შედეგად მივიღეთ. და აქვე გავიხსენოთ რა მოხდა იმ ქვეყნებში, სადაც მსგავსი საოპერაციო ქსელების გამოყენებით ირანის გავლენა კანონზომად გაიზარდა. ანუ არ ვადარებ იმ გავლენას ჯერ იქ სადაც ჩვენ ვართ, მაგრამ საწყისი ერთი არის, ხო? მაგალითად, ლიბანი ქვეყანა, რომელიც ოდესღაც ახლო აღმოსავლეთის შვეიცარიად იწოდებოდა, ირანული პროქსი ჯგუფების ჰეზბოლას ხელში აღმოჩნდა, ანუ სახელმწიფოში აქვს შიგნით თერმა შექმნა ეს ვითარება მთლიანად მისი რესურსებით, პოლიტიკური სამხედრო დახმარებით, საკუთარი უზარმაზარი არმია აქვთ, ფულით, გავლენებით, ტერაქტებს უწყობენ. ისრაელის წინამდე კი არა, შიგნით საკუთარ ლიბანის მოქალაქეებს ხო ცნობილი ტერაქტები აქვს ჩადენილი, რომ ძალაუფლება ჰქონდეთ. ანუ მძევლად ყავთ პრაქტიკულად მთელი ხალხი, ქვეყანა აყვანილი ამ ჯგუფს ჰეზბოლას, რომელიც შეიძლება უაღრესად წარმატებული ქვეყანა ყოფილიყო. იგივე შეგვიძლია ვთქვათ იემენზე, სირიაზე. ყველა ქვეყანაში სადაც აიათოლების რეჟიმი შიდა საყრდენი მოიპოვა და მერე გააძლიერეს და ბოლომდე გაშალეს ფრთები, მივიღეთ აი ეს ბოროტების ზეიმი. და ამის საწყის ნიშნებს ხედავ დღეს საქართველოში. და ეს გავლენა იბრძოლამდე მისული რომ ირანის ელჩი ბედავს ჯერ ქართველების ისტორიული მტრის ჩაჰაბასისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მოწყობას, სადაც ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები დადიან და რაც თავარია მე ბედავს ღია მუხარას, რომ ქვეყნის შიგნით უცვლად მოიქცევა საქართველოს, რაც მათ არ მოეწონებათ. იცოდეთ თუ შიგნით აგაფეთქებთო რა, ეს იყო არსი მგზავნილის, რომელიც ამ ელჩისგან მივიღეთ. აქ მე მომისმენია არგუმენტი ბჭყალებში ამასთან დაკავშირებით, რომ ეს ჯგუფები არიან და სუსტები, რომ არა აქვს მათ გავლენა ქართველი ეთნიკური აზერბაიჯანელების მოქალაქეების უდიდეს ნაწილში მათ მხარდაჭერა არა აქვს, რა თქმა უნდა, ეს ასე არის, ჩვენი ქართველი აზერბაიჯანის უმრავლესობა არ არის ამ განწყობის და არ არის ამ ფასეულობების, ამ სიკვდილის კულტის მიმდევარი. უღონდ ჩვენ რა უნდა დაველოდოთ სანამ ვითარება გაუარესდება, ან უმრავლესობაში მოიპოვებენ მორალურ ინიციატივას, რომ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ლიბანის მაგალითად იმიტომ მოვიყვანე, არ არის აუცილებელი უმრავლესობა იყო. თუ შექმნის სტრუქტურას, თუ გაქვს რელიგიური ინფრასტრუქტურა ხელში ჩაგდებული, თუ გაქვს ფული და გარეძალის ხარდაჭერა და რაც თავარია, თუ ქვეყნის შიგნით არ არსებობს ლეგიტიმური ძალა ქვეყნის ხელისუფლების საკეთ, რომელიც ამას აღკვეთავს, მერე არც არის საჭირო რომ უმრავლესობამ მოგემხროს. მძევლად აქცე უმრავლესობას და მერე მთელ ქვეყანას თუ ინიციატივა შენ გაქვს და ძალა გაქვს. და ამის პირველ ნიშნებს ხედავთ აქ და ვინც გვეუბნება რომ იცი რა ამათ ეს მარგინალები არიან, ისინი ან გულწრფელად ძალიან ცდებიან, ან შეგნებულად გვატყუებენ ყველას, იმიტომ რომ დალოდება სანამ მარგინალები გახდებიან განსაზღვრელები კლიმატის ჯერ ერთ თემში და მერე ძელა დაიყვანენ მთელ ქვეყანას, არის უბრალოდ პოლიტიკური მოღალატეობრივი უპასუხისმგებლობა. ეხლა მაშინ როცა ვნახეთ გამოვლინებები ამის, რადგან თქვით რომ აისბერგის წვერია, საზოგადოებას უნდა უთხრათ, როგორია ეს ინფრასტრუქტურა. ამაზე ძალიან დეტალური მოხსენება გააკეთა ჰადსონის ინსტიტუტმა, გიორგ კანდელაკმა და ლუკოფიმ, და ის დაინტერესებს შეუძლია ნახოს კიდევ უფრო მეტ დეტალში აქ, ყველა ამ დეტალს არ ვახსენებ, მაგრამ უნდა ახსენოთ, ხო, პირველი უნდა ვახსენოთ ალი მუსტაფას უნივერსიტეტი, რომელიც ფლობს 3 კამპუსს საქართველოში, თბილისში, მარნეულში და გარდაბანში. ამ უნივერსიტეტზე, ეგრეთ წოდებულ უნივერსიტეტზე, კანადისა და ამერიკის მთავრობები ამბობენ, რომ ის წარმოადგენს ყუდსის ძალების საერთაშორისო სარეკრუტო ქსელს, რომელიც უცხოელი სტუდენტების ინდოქტრინაციის და მათი ტერორისტულ ლეგიონებში გადაბირების საქმეშია საკვანძო ინსტრუმენტი. ამ ეგრეთ წოდებულ უნივერსიტეტში, მაგალითად, აკადემიურ თანამდებობას იკავებს ასეთი ადამიანი, მოხსენ რაბანი, რომელიც ბრალდებულია არგენტინაში კულტურის ცენტრის აფეთქებაში და 90-მდე ადამიანის მკვლელობაში. ანუ ეგეთი ხალხი ყავთ აკადემიურ სტრუქტურაში, ამ უნივერსიტეტს, ხო? გერმანიის ფედერალურმა დაზვერვამ ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებული 700-მდე პირი ჰეზბოლასთან კავშირში და ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულა. ამ ეგრეთ წოდებულ უნივერსიტეტს აძლევენ ფუნქციონერების შესწავლებას და ამ დროს ხურავენ და უქმებენ ილიას უნივერსიტეტს პრაქტიკულად, ხო, მათი ნაბიჯებით. იმიტომ რომ
მათი თქმით, აი ამ სამარცხვინო არარაობების ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისტების ილეონია მათთვის არის მტრების ბუდე. და ალ-მუსტაფას ეს უნივერსიტეტი, რომელიც აი რადიკალი, ფუნდამენტალისტური ისლამისტების რეკრუტირებისთვის არსებობს, შეუფერხებლად საქმიანობს საქართველოში. და აქ მე მოვისმინე არგუმენტი, რომ ესენი აკრედიტირებული არ არის, რომ ილეონიას ხო რაღაცა ოფიციალურად შეუზღუდეს საშუალება, რომ ლეგალურად, ნორმალურად იარსებოს და მიყავთ იმისკენ საქმე, რომ ვეღარ იარსებოს და აი აქ ხო და ამა თუ საერთოდ არ აქვს აკრედიტაცია, წარმოგიდგენთ რა ცინიზმი არის. ხო და ეგ მათ საპირისპირო არგუმენტი არის. ეს ხალხი აკრედიტაციებს და რაღაცა ბოლონის პროცესში მონაწილეობისთვის კი არ ამზადებს, ახალგაზრდებს. ამზადებენ ჩვენი ქვეყნისთვის სახიფათო და მთელი მსოფლიოთვის სახიფათო რეჟიმის სამსახურისთვის და საერთოდ არ ჭირდებათ აკრედიტაცია. ანუ აკრედიტაციის გარეშე რო არსებობენ და ამას ჩადიან, ამაზე თვალის დახუჭვა ან ამის მიშვება არ არის ქვეყნის ინტერესების ღალატი და ნაღმის დადება. ამას გვეუბნებიან, ამით იმის მაგ არ მინდა. თქო, შეიძლება არსებობდეს ჯგუფი, რომელიც აკრედიტაციის გარეშე ასწავლის ბავშვებს რაღაცას. და აკრედიტაცია საჭიროა მხოლოდ ფორმალობებისთვის, შემდეგ აი უმაღლეს განათლების სერტიფიკატი რომ მიიღო. აქ ხო, ამოცანა ეგ არ არის. ამიტომ უტიფარი ცინიზმია ეგ პასუხი ამ რეჟიმის. ამ უნივერსიტეტთან ერთად საქართველოში ფუნქციონირებს ალ-ბეითის სოფლიო ორგანიზაცია, იგივე ახლი ბეითი, რომლის დაქვემდებარებაშიც არის ასე 4 მეჩეთი, არაერთი მედრესე და საქველმოქმედო ფონდები. ამ ფონდის ხელმძღვანელი არის რეზა რამეზანი. გერმანიის მთავრობამ ანტიკონსტიტუციური და სადაზვერვო საქმიანობის გამო რამეზანის ცენტრი ჰამბურგში აკრძალა უბრალოდ. ამ კაცმა საქართველოში ვიზიტისას, არც უცებ დიდი ხნის წინ, საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველო არის კავკასიაში ირანის ოპერაციების სტრატეგიული ბაზა. ასეთი ინფრასტრუქტურა გვაქვს საქართველოში. ანუ სანამ ეს რეჟიმი, სამარცხვინო ივანიშვილის რეჟიმი, შვედური და დანიური სამოქალაქო ფონდების ფულს დაძდევს და მათ ადგილობრივ პარტნიორებს მოღალატეებად, აგენტებად რაცხავს და სუვერენიტეტს ვიცავთ მათგანო. მანამდე საქართველოს უკონტროლოდ მოძრაობს ირანის რეჟიმის ფული ვერტიკალურად, რომელიც აი უცხო ქვეყნის პრიული რეჟიმის საოპერაციო ქსელს ამარაგებს. აი ამ ქსელის გამოყენებით, რაც მოკლედ აღწერეთ, ხდება საქართველოს მოქალაქეების ჯერ ინდოქტრინაცია, ჯიჰადისტური, ანტიცივილიზაციური იდეოლოგიით. ამ სივრცეებში ხდება მათზე დაკვირვება, შემდეგ მიჰყავთ თვითონ პილიგრიმობისთვის, ანუ წმინდა ადგილების მოსალოცად და იქ ადგილზე ხდება მათი პირდაპირ რეკრუტირება ირანის რევოლუციური გვარდიის მიერ. ამას ადასტურებს ძალიან კარგი რეპორტაჟი რადიო თავისუფლების ნასტასია არაბულის, სადაც პირდაპირ არის აღწერილი ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქე, თავის პირად გამოცდილებას ყვება, რა ანატომია არის, აი უბრალოდ ციტატა რო წავიკითხოთ. მეშეთში როგორც წმინდა ქალაქში, ისე ვიყავი წასული საქართველოს მუსლიმთა შეიხის ორგანიზებულ ტურზე. სასტუმროში ოთახის კარზე დამიკაკუნეს და მითხრეს მინუს მეორე სართულზე ჩავყოლოდი. იქ სამი კარგად სოლიდურად გამოწყობილი კაცი დამხვდა. ამ კაცებმა ამას უთხრეს, რომ მასე ბევრი ინფორმაცია ჰქონდათ და იცოდნენ მისი პრობლემების შესახებ. მზად ვართ შენი პრობლემები მოვაგვაროთ. ფულსაც მოგცემთ მარნეულში სპორტულ დარბაზის გასახსნელად. მზად თუ ხარ ხამენეისთვის სიკვდილზე წახვიდეო. ბილეთებს გიყიდით. თურქეთში ან რომელიმე ევროპულ ქვეყანაში გაგიშვებთ, იქ მოვა ადამიანი, დავალებას მოგცემს და ის უნდა შეასრულო. ეხლა აქ აღწერილი არის მცდელობა, ეს ადამიანი არ მოხდა რეკრუტირების ქვეშ, ისე როგორც ჩვენი აზერბაიჯანელი ქართველების უდიდესი ნაწილი დარწმუნებული ვარ. არ წამოიგება ამას, მაგრამ ჩვენ ვხედავთ შედეგებს. როდესაც საქართველოს მოქალაქეები არიან ხილებულნი მონაწილეობაში ირანის მიერ დაგეგმილ ოპერაციებში, სოფლის სხვა წერტილში. მაგალითად, 3 მარტს კრეტაზე დააკავეს 36 წლის საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქე, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტში იყო დაბადებული და გაზრდილი, თავდაპირველად მარნეულის ერთ-ერთ შიიტურ მედრესეში სწავლობდა, რის შემდეგაც 2 წლის განმავლობაში რელიგიური განათლება, სიამოვნებაში ეს პოლიტიკური ინდოქტრინაცია ირანის ქალაქ ყუმში გაიღრმავა და როდესაც დააკავეს კუნძულ კრეტაზე 17,000 ევროთ აშშ-სა და ნატოს სტრატეგიული სამხედრო საზღვაო ბაზის მახლობლად ძვირადღირებულ ვილაში ცხოვრობდა, ხასუსო რა შესაძლებლობი ჰქონდა ძვირადღირებულში და იქიდან ამერიკული ბირთვული ავიამზიდის ბაზაზე შესვლა გამოსვლის და სადაზვერვო მონიტორინგს ახორციელებდა ფოტოების გადაღებას, უსაფრთხოების სამსახურებს უგზავნიდა მე ამ მასალებს ირანისას. საქართველოს მოქალაქე ფოლად ომაროვი დააკავეს ნიუ-იორკში. ჟურნალისტის და აქტივისტის მასიხ ალინეჟადის, შეიძლება ნანახი ყავთ ეს გოგო, აი ხუჭუჭიანი აქტიური ანტი-აიათოლას აქტივისტი, ირანელი ამერიკელი არის, მის მკვლელობის მომზადებაშია ბრალდებული ეს ადამიანი. ცელ ბრალდებაში პირდაპირ კავშირი არის, რომ ირანის რეჟიმის დავალებით ხდებოდა ეს ყველაფერი. მე მოვისმენი ამაზე, რომ ამ კონკრეტულ პირზე რომ ის რა დიდი ხანია საქართველოს წასულიაო და ცელ ინფორმაცია გაავრცელეს, რომ აქ რაღაც ბრალდებული და ძებნელიც არისო. ცელ ინფორმაცია რამდენი სანდუარი ამ რეჟიმის იქიდე ცალკე საკითხია, მაგრამ რომც ასე იყოს, მე მგონი აშკარაა, რომ აი ამ ყველაფრის შემხედვარე გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კავშირი დავინახოთ.
აი ამ ქსელს, ამ რეკრუტირების ცდელობებსა და აი ამ ფაქტებს შორის, რაც ახლა აქ უცებ გავიხსენებთ. ამ საფრთხეზე, აი როცა დავინახეთ საგანგაშო ნიშნები, დავიწყეთ ამაზე საჯაროდ ლაპარაკი ფედერალისტებმა. წელიწადზე მეტია. ამ ინფორმაციას საზოგადოებას ვაწვდით სამწუხაროდ ოპოზიციურ ტელემედიაში არსებითი ყურადღება ამ ფაქტს არ დაუთმეს, აი ბოლო მოვლენების ჩათვლითაც კი. ონლაინ მედიამ კი, ონლაინ მედია ყველაფერს აშუქებდა, რადიო თავისუფლებაც გავიხსენე აქ, ტაბულა აშუქებდა ამას და სხვა ონლაინ მედიები, მაგრამ ტელემედიები ვერ დაინახეს ის, რაზეც ჩვენ გვჭირდება რომ ქართულ საზოგადოებას მივაწვდოთ ინფორმაცია. თუმცა აი ამ ჰადსონის ინსტიტუტის მოხსენების მე რადიო თავისუფლების შედეგად ჩვენ მე სხვა პოლიტიკურ პარტიებმაც მოახდინეს რეაგირება და როგორც იქნა რაღაცა ყურადღება სატელევიზიო მედიაშიც გაჩნდა და კითხვაც დაუსვეს რეჟიმის წარმომადგენელს კიდევ გამორჩეულ პოლიტიკურ არარაობას ალბათ წილოსანს და მე მოვისმინეთ მისი პასუხი. გინდათ რომ რაღაცა დაპირისპირება თუ შუღლი გააღვივოთ რელიგიურ ნიადაგზე, ნამდვილად არ გამოგივათ. მიეცით ადამიანებს თავისი აღმსარებლობის ნორმალურად წარმართვის შესაძლებლობა. არანაირი უცხო ქვეყნის გავლენებს ამ ქვეყანაში ადგილი არ აქვს. ბოლო რაც ყველაზე მავნებლური გავლენები იყო NGO სექტორში, ვფიქრობ რომ ისიც გამჭვირვალობამ რაღაცნაირად დაარეგულირა და აღმოფხვრა. ანუ რას გვეუბნება ივანიშვილის რეჟიმის ეს მორიგი უტიფარი წარმომადგენელი პირველი მან დაგვადანაშაულა ყველანი ვინც ამ თემაზე საგანგაშო თემაზე ვსაუბრობთ ეთნიკური შუღლის გაღვივებაში ანუ მოგვაწერა ის რაც რა თქმა უნდა ჩვენ არასოდეს არ გვითქვია რომ თითქოს ეს არის მთლიანად ჩვენი ქართველი აზერბაიჯანელების მთელი თემის პრობლემა და არა კონკრეტული ქსელის და თუ რამე არის ეთნიკური შუღლის გაღვივება არის სწორედ ასე წარმოჩენა ამ პრობლემის არა როგორც უცხო ქვეყნის და თან აიათოლების რეჟიმის ქსელის პენეტრაციისა საქართველოში კერძოდ ჩვენი ქართველი აზერბაიჯანელების თემში არამედ დაპირისპირება საქართველოსი ამ თემთან ეს არის სიცრუე არავის ეს არ უთქვია რა თქმა უნდა ისინი აღვივებენ შუღს აი ამ ინტერპრეტაციით მეორე რომ ეს არის წმენის თავისუფლების საკითხი და მიეცით ხალხს საშუალება თავის წმენის თავისუფლება დაიცვას რომ ჯერ რა ფარისევლობაა ეს არის რეჟიმი რომელმაც ამ მიმართულებით ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა ხო ჩვენს უახლეს ისტორიაში ჩვენს სამოქალაქო მშვიდობას ყველას გვახსოვს ხო ღორის თავი მიჭედებული მეჩეთზე მათი პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ და ზოგადად მათი რიტორიკა სწორედ ამ შუღლის გაღვივებას და ამ ეთნორელიგიურ და არა სამოქალაქო ნაციონალიზმს ემყარებოდა და ემყარება დღესაც და აქ უცებ ფარისევლად წმენის თავისუფლებას იცავენ და ამას უნდა ძალიან მკაფიოდ უპასუხოთ. არანაირი კავშირი არ არსებობს წმენის თავისუფლების საკითხსა, ანუ უმცირესობის უფლებებსა და ამ პრობლემებზე საუბარ შორის. უბრალოდ თუ კი რამე კავშირი არსებობს, კავშირი არის ის, რომ პირველ რიგში ჩვენი ქართველი აზერბაიჯანელების თემი არის ყველაზე მეტი საფრთხის წინაშე. იმიტომ რომ ისინი ყავს სამიზნედ ამოღებული უცხო ქვეყნის აიათოლების ტერორისტულ რეჟიმს. და აქ იმ დეტალზეც მინდა რომ ვისაუბრო, რომ ეს იგიც კი სიცრუეა, რომ თქვათ აიათოლა არის იგივე ჩვენი შიიტი მუსლიმი თანამოქალაქეებისთვისაც რომის პაპი კათოლიკეებისთვის ეს მინიმალური ცოდნითაც კი ვინც იცის როგორია მოწყობილია ასე არ არის მაგრამ ყველაფერს თავიდანებოთ თუ რელიგიური თავისუფლების დროშის ქვეშ უცხო ქვეყნის პოლიტიკური, იდეოლოგიური, სამხედრო ლიდერების ბრძანებების შესრულება ხდება და მათი ამოცანების შესრულება ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და კაცობრიობის წინააღმდეგ და სიცოცხლის და თავისუფლების წინააღმდეგ აქ წმენის თავისუფლება თავდაცვის ინსტრუმენტი ვერ იქნება და არავინ არ უნდა შეცდეს და არ უნდა მონათლოს ეს როგორც რელიგიის თავისუფლების საკითხი და აქაც ეთნიკური შუღლის არ იყოს ვინც ამ ორ საკითხს ერთმანეთს უკავშირებს ყველაზე ცუდ სამსახურს უწევს სწორედ ამ თემს და რელიგიის თავისუფლებას ამ მოქალაქეებისა ჩვენ ვინც ამ პრობლემაზე ვსაუბრობთ ხას უსვავთ ყველგან და ვერ მოგვაწერებენ შავრაზმელების რაღაც კომენტარებს, რომლებიც აი ამ თემაზე საუბრისას მთელ თემს თავს ესხმიან ან რელიგიის თავისუფლებას, ეგ დასაქმობია და არაფერ კავშირში არ არის ჩვენს მიერ დასმულ პრობლემასთან. ჩვენ უნდა პატივიცეთ ყველა ჩვენი თანამოქალაქის თანასწორ უფლებებს, მათ შორის რწმენის თავისუფლებას, მაგრამ ამ დროშის ქვეშ ვერ და არ უნდა დაიმალოს უცხო გარე აგრესიული საშიში ტერორისტული რეჟიმის გავლენის ქსელის გაშლა საქართველოში და ეს არის რეჟიმი, ვინც ამ მუტიფარ პასუხებს გვცემს, რომელიც ილიას უნივერსიტეტში საფრთხეს ხედავს და იქ მოქმედებს, იქ არის მტრების ბუდეო და ამ პასუხში აი ამ მუტიფარმა წარმომადგენელმა ივანიშვილის რეჟიმის გითხრა, რომ აგენტების კანონმაო მოაგვარაო ყველა ეს პრობლემები, ანუ შვედეთში და დანიაში როიპოვა ჩვენმა სამოქალაქო ჯგუფმა რომელიმე სპონსორი, რომელიმე სამოქალაქო პროგრამისთვის, მაგალითად ბავშვთა უფლებების დასაცავად, ან პოლიტიკური თავისუფლებისთვის, რაც არ მოწონთ იმ თემაზე, აი ეგ აღუკვეთიათ თურმე და ეგ არის საფრთხე, მაგრამ ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი და ახლი ბეიტი და ჯგუფები, ვინც პირდაპირ იძახის, რომ აიათოლა შენ დაგემორჩილებითო, რომელიც კავშირშია პირდაპირში ტერორიზმთან და ამ უბედურებასთან, იქ საფრთხეს ვერ ხედავ. სამწუხაროდ, მე მსგავსი მოტივებით გაკეთებული კომენტარები მოვისმინე
ჩვენი აზერბაიჯანელი ქართველების თემის ზოგიერთი წარმომადგენლისგანაც ეს უმძიმესი შეცდომა არის. უმძიმესი შეცდომა არის ამ ტიპის თავდაცვით პოზაში ჩადგომა, იმიტომ რომ პირველ რიგში ისინი უნდა იყვნენ, ვინც განგაშტა ტეხს ამ უზარმაზარ საფრთხესთან დაკავშირებით. რომ ვიმეორებ, ეს არის საფრთხე მთელი საქართველოსთვის და პირველ რიგში ჩვენი ქართველი ეთნიკური აზერბაიჯანელებისგან და უსამართლო და საზიანო არის რბილად რო თქვათ ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის გამეორება, თითქოს ამ პრობლემაზე საუბარი და ამ რეჟიმის ნაბიჯების, ქმედებების და უმოქმედების მხილება არის დემონიზება მთელი ეთნიკური ქართველი აზერბაიჯანელების თემისა ან რწმენის თავისუფლების წინამდე გადმული ნაბიჯი. ეს სიცრუე, ეს ასე არ არის და აქ არ უნდა იქნას გამოყენებული რომელიღაც შავრაზმელის კომენტარი, იმიტომ რომ ეს პრობლემა ვიმეორებ კიდევ ერთხელ არ არის დაკავშირებული არც რწმენის თავისუფლებასთან, არც უმცირესობის უფლებასთან. ეს არის ტრული ტერორისტული რეჟიმის მიერ საქართველოს შიგნით ქსელის შექმნის და ინფილტრაციის საფრთხეზე ფოკუსირებული საუბარი. ის არგუმენტიც, რაც მოვისმინეთ რეჟიმის გამправებლებისგან ჭყალებში, რომ ცირა ირანი სერიოზული საფრთხეა და ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთო. ხო, სერიოზული საფრთხეა. უგონთ ეს კითხვა კიდევ ერთხელ ყველამ უნდა დაუსვათ საკუთარ თავს. რა ქვია იმ რეჟიმს, რომელიც იმ ქვეყნის გავლენას, რომელიც სერიოზული საფრთხეა, წვანაში უგზუნდებს და ან მინიმუმ არ მოქმედებს მის წინააღმდეგ საკუთარ ქვეყანაში, როცა იჭერს ხალხს ტროტუარზე დგომისთვის, ონლაინ კრიტიკისთვის რეჟიმის წარმომადგენლების, ილია უნივერსიტეტში ხედავს საფრთხეს და ამ დროს ალ-მუსტაფას უნივერსიტეტზე იძახის, რომ ეს რწმენის თავისუფლების საკითხი არის. აქედან დასკვნა არის ერთი, სანამ ეს სამარცხვინო რეჟიმი გვყავს, ყველამ ეს განგაშის ზარი უნდა შემოკრათ და მთელ საზოგადოებას გავაგებინოთ, იქნებ რაღაც შემაკავებელი ფაქტორი იყოს, მაგრამ რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ამ უზარმაზარი ნაღმის ისე როგორც ყველა სხვა უზარმაზარი პრობლემის განეიტრალება, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ არის შესაძლებელი. და ამ რეჟიმის დამარცხების შემდეგ ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენმა სახელმწიფომ უნდა გადადგას სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები ყველა მტრული და საქართველოსთვის და თავისუფალი სამყაროსთვის საშიში ძალების ქსელების გასანეიტრებლად ქვეყნის შიგნით ჩვენ უნდა შევიძინოთ მოკავშირეები და ჩვენ უნდა გავხდეთ თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრები, სადაც მოქალაქეების თავისუფლება, ბედნიერებისკენ სწრაფის უფლება და უსაფრთხოებაა დაცული.